როგორ ახერხებთ, რომ იყოთ ასეთი პოზიტიური ამ ტანჯვით სავსე სამყაროში? ასეთი კითხვა შემოვიდა და სიამოვნებით ვუპასუხებ ამასობაში. ციყუნია. უყურეთ, სამყარო არის ყველაფრით სავსე. არა მარტო ტანჯვით, არამედ სიამოვნებითაც. არა მარტო სიკეთით, არამედ სიბოროტითაც. ბედნიერება, უბედურება, ტკივილი, სიხარული, ყველაფერი არის ნახევარ-ნახევარზე, 50-50. აბსოლუტურად ყველაფრის მოძიება არის შესაძლებელი ამ ჩვენს დედამიწაზე. ამ ჩვენს ცხოვრებაში და იმისათვის რომ იყო კარგად, იმისათვის რომ იყო პოზიტიურად, იმისათვის რომ იყო პოზიტივით სავსე, რომ ეს მოახერხო, როგორც მკითხეთ, ხომ? მნიშვნელოვანია აირჩიო შენ რაზე აფიქსირებ ყურადღებას. გახსოვთ ის გამონათქვამი, ხო, რომ იმითი რა ქვია, ყვავილებით სავსე მინდორში ბუზი მაინც ქაქსი პოვის და დააჯდებაო და ფუტკარი კი ყვავილს იპოვისო. ეს არის ფიქრობთ, რომ ხა ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ, არამედ უყურეთ, ვინც იმ კუთხით განვიხილოთ ეს გამონათქვამი, რომ ვინც რაზე არის ორიენტირებული, ვისაც რა უდევს თავში, იმას თავის და უნებურად ეძებს, პოულობს, იზიდავს, ნახულობს და ეს მის ცხოვრებაში რეალიზდება და ეს მის ცხოვრებაში მრავლად არის. სულ უბრალო მაგალითი ავიღოთ, ხომ? აი ცხოვრობ და არ აქცევ ყურადღებას მანქანებს და მანქანების ფერებს. მაგრამ საკმარისია დაიწყო ფიქრი წითელ მანქანაზე, ან რა ვიცი, გნებავს ყვითელზე ან მწვანეზე, ხომ? წამ და უწუმ დაინახავ და შემოგხვდება ის მანქანა, იმ ფერის მანქანა, რომელზეც გააკეთე შენი კონცენტრირება. ასე არის მოწყობილი. უყურეთ, სამყაროს მოწყობილობა ჩვენი ცხოვრებისა, დედამიწაზე ცხოვრებისა ძალიან გავს სოცქსელების ალგორითმს. ეხლა მიხვდებით, რასაც გულისხმობ. უყურეთ, სოცქსელებში 1000 რაღაცა გვხდება. არის ლამაზი ადამიანები, ულამაზო, ჭკვიანი, სულელი, რომელიც რაღაცა სიკეთეს და სილამაზეს ღაღადებს, ვინც რაღაცა ბოროტებას და ჭორიკნობისა და გინებისა და ვარძლის ნთხევის მეც არაფერს აკეთებს და უყურეთ რა ხდება. თუ კი შენ თქვა შენი ნებისმიერი ჩვენთაგანის შენი პირობითად ვამბობ, მზერა ყურადღება შეჩერდა რომელიღაცა ვიდეოზე და იწყე იმის ყურება და აი რო სკროლავ და რაღაცაზე რო შეჩერდები, ხო? დაიწყე იმის ყურება. ეს უკვე დაინახა ალგორითმმა, დააფიქსირა ნებისმიერი სოცქსელის TikTok-ი იქნება სხვა. თუ შენ ეს რაღაცა, რაზეც სკროლვისას შეჩერდი და ან მოიწონე, ან დაიწუნე, ან დააკომენტარე. სულ რომ რაღაცა საშინელება და საზღვრობა იყოს, სულ რომ ამაზრზენი იყოს შენთვის, ყოვლად მიუღებელი და გულისრევის მეც არაფერს არ იწევდეს შენში. თუ შენ რაღაც წამის მიასეძე მეტი ამას უყურე და მით უმეტეს თუ დააკომენტარე და არა აქვს ალგორითმისთვის აზრი, კარგი კომენტარი დაწერე და იავარდი მოგეფინა თუ არ ვიცი დედა აგინე. ჩემი შვილი ვიღაცას გაეცნო. ესაუბრება. არ აქვს მნიშვნელობა. ალგორითმი იმას არ აფასებს შენ მოიწონე და იწუნე, ცუდი კომენტარი დაწერე თუ კარგი კომენტარი. ალგორითმი აფიქსირებს მხოლოდ იმას, რომ შენ ეს დაგაინტერესდა, რომ შენ ამას შენი დრო და მით უმეტეს შენი ყურადღება და რაღაცა ტექსტი დაუთმე. ვაი მე რა ხმამაღალია ეს ბავშვი, წავიდეს იქით რა აქ მომადგა. ხო და მე რა ხდება? ვაი მე ეს ქალი არ მყავს გამოწერილი, რატომ მიგდებს? გამოწერას არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაღაცაზე თქვენს ყურადღებას აფიქსირებთ და მით უმეტეს აკომენტარებთ, ხო? ამას ამოგიგდებს და გამწარებული იქნები, რომ ვაიმე არ მომწონს ეს ადამიანი, რატომ მიგდებს? შესაბამისად, დავიმახსოვრეთ, ხო? პირველი სოცქსელებში რაც არ მოგწონს, იმას არ ვუყურებთ, არ ვჩერდებით იმაზე, აი მესმის რომ რაღაცა ცუდი იზიდავს ჩვენს მზერას და ყურადღებას.
დაინახე. Thank you so much. Good job. პატარა გოგუკამ რაღაცა შემომთავაზა. და შემაწყვეტინა აზრი. ესე იგი უყურე და რაღაცა დააფიქსირა შენმა ყურადღებამ, ხო? და იმის ნაცვლად რომ დაიწყო ამის დაკომენტარება, რომ ვაიმე რა საშინელებაა და რა ცუდია. ამის ნაცვლად ჩქარა ის პროფილი, რაც რომელზეც დევს ეს ინფორმაცია, ეს ვიდეო, დააბლოკე. მორჩა. არც აკომენტარებ, არც ალაიქებ, არც დისლაიქებ, არც უყურებ, აბლოკავ რომ მეორედ ეს არ შეგხვდეს. ხო? და ვინც გაინტერესებს და რაც მოგწონს იმას, კი ბატონო, უყურე, ულაიქე, უკომენტარე, გააზიარე, ესაუბრე, რჩეულებში შეინახე, არ დაგავიწყდეთ ახლა ამ ჩემი ვიდეოს მოწონება და კომენტარება, რჩეულებში შენახვა და გაზიარება თქვენი ახლობლებისთვის. და უყურეთ, ცხოვრება ზუსტად ასეა. აბსოლუტურად იგივენაირად არის. რაც არ მოგწონს, ის იზიდავს შენს ყურადღებას, იმაზე ფიქსირდება შენი ყურადღება და საკმარისია დაფიქსირდეს ყურადღება, ეგრევე ის რაღაცა რაც არ მოგეწონდა, მრავლდება, ღრმავდება და ჭარბდება შენს ცხოვრებაში. მიმიხვდით, ხო? ამიტომ რას ვაკეთებთ? მე მესმის, რომ ოკეი, თუ კი ადამიანს რაღაცა გტკივავ, თქვა, ან რაღაც გიჭირს, ან არ ვიცი, უფულოდ ხარ ბოლო-ბოლო, ხო? და ეს გაწუხებს. ცალსახად, აბა ისე როგორ. და როგორ მოახერ, ხო? რომ ამაზე კი არ იფიქრო და იბრაზო და ინერვიულო, რომ ვაიმე, არ ვიცი, ფული არ მაქვს, ან ვაიმე, ეს მაწუხებს. არამედ. გადაიტანო ყურადღება იმაზე, რაც გაქვს კარგი, რაც მოგწონს, რისიც მადლიერი ხარ, რაც გსიამოვნებს, რაც გიხარია. და ყოველ ჩვენთაგანს ასეთი ცხოვრებაში აქვს. ნუ რავინ ნუ მეტყვის, ხო? ნუ პირველი რო გაიღვიძე და ცოცხალი ხარ და სუნთქავ. და რეანიმაციაში არ წავხარ და ეს სისტემა არ გიდგას და ის არ გიკეთია, ხო? უკვე რა კარგია? ვაუ, რა კარგია რომ სუნთქავ. რა კარგია რომ სუნთქავ, რა კარგია რომ საჭმელი მაქვს, თუნდაც უბრალო, თუნდაც ყველაზე იაფი, მაგრამ რა კარგია რომ მაქვს, ხო შეიძლება რომ ისიც არ ქონდა. რა კარგია რომ ყველა, არ ვიცი, ორივე ფეხი და ორივე ხელი მაქვს, რა კარგია რომ ყურებში მესმის, რა კარგია რომ თვალებში ვხედავ, რა კარგია რომ, არ ვიცი, სეირნობა შემიძლია, ხტუნაობა შემიძლია, გავლა-გამოვლა შემიძლია, ლაპარაკი იცით რამდენი რაღაც არის უბრალოესი, რაც ადამიანებს უგონია რომ ეს თავისთავად მერე რა რომ არის რა ეხლა ამის გამო უნდა ვიბედნიერო და ვიხარო, ბებო თუ აღარ გინდა გადააგდე. ხო? და აბა დაკარგე ეს. და მე მიხვდები როგორი საბედნიერო თემაა და საბაბია ის რომ დიახ გაქვს ორი ფეხი და სიარული შეგიძლია. თუ ხტუნაობა და სირბილით შეგიძლია და ცეკვა ხომ საერთოდ ბედნიერება. და შესაბამისად მე მესმის რომ ცუდი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. მე მესმის რომ ჩვენი ფსიქიკა ისია მოწყობილი რომ ამ ცუდზე ვფიქსირდებით, მაგრამ გაიხსენე, გახსოვდეს ეს ჩემი სიტყვები და ეგრევე გადაერთე კარგზე. ეგრევე გადაერთე მადლიერებაზე, ეგრევე გადაერთე იმაზე, რაც ღმერთმა მოგცა. და უყურეთ, როცა ამ კარგზე დაფიქრდები, რა კარგია რომ სეირნობა შემიძლია. წავალ გავალ ახლა ვისეირნებ, რა ვიცი, რომელიღაცა ლამაზ ქუჩაზე, ან ლამაზ პარკში, ან ლამაზ ბუნებაში და ღმერთს მადლობას შევწირავ ამისათვის, რომ ცხოვრობ, სუნთქავ, სეირნობა შემიძლია, რომ ამ პარკამდე მისვლა შემიძლია, ან ქუჩამდე. და არ დაფიქსირდე უარყოფითზე, არამედ დაფიქსირდე კარგზე, რაც ისევ ხაზგასმით გავიმეორებ ყოველ ჩვენთაგანს აქვს. მოგწონთ ის კონტენტი, რომელსაც მე ვქმნი. თუ მოგწონთ, დამიწერეთ რა მოგწონთ. თუ არ მოგწონთ, ესეც დამიწერეთ, რომ გავითვალისწინო. შესაბამისად მოიწონეთ ან დაიწუნეთ ვიდეო, ხოლო თუ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია იყო ამ ვიდეოში, აუცილებლად შეინახეთ რჩეულებში, არ დაგავიწყდეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეს სასარგებლო ინფორმაცია. ამით მე დიდ мотивაციას მომცემთ და ძალიან დამეხმარებით. წინასწარ მადლობა.